სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ეგრეთ წოდებული განგრძობადი ოკუპაცია კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიხედვით საქართველოს სასარგებლოდ რუსეთს 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. მაკუნა აბულაძე გვეტყვის უფრო მეტ დეტალს, ის პირდაპირ ეთერში გვერდება. საქართველოს ანგარიშზე მორიგი ისტორიული გამარჯვება 2024 წლის 9 აპრილის გადაწყვეტილებაზე საბოლოო განაჩენი ევროპულმა სასამართლომ დღეს გამოაცხადა და მოსამართლეთა სრული მხარდაჭერით ოკუპანტ რუსეთს დააკისრა კომპენსაციის სახით 253 მილიონ ევროზე მეტი გადაუხადოს ქვეყანას, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებული აქვს, სადაც უკანონო ბორდერიზაცია განახორციელა, ოჯახები ერთმანეთს დააშორა და 2008 წლის შემდეგ ამ დრომდე განგრძობით ოკუპაციას ეწევა. მორიგჯერ მსოფლიო მასშტაბით სტრასბურგმა სისტემურ დამნაშავედ გამოაცხადა რუსეთი და კიდევ ერთხელ ამ გადაწყვეტილებითაც დადასტურდა, რომ ყველა დანაშაულზე პასუხისმგებლობა სწორედ ოკუპანტ ქვეყანას ეკისრება. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესის, რომელსაც საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად აწარმოებს რუსეთის წინააღმდეგ. შედეგად ქართული მხარის ყველა მტკიცებულება და სამართლებრივი პოზიცია ევროპულმა სასამართლომ ბოლომდე გაიზიარა. დღევანდელ გადაწყვეტილებაში სასამართლომ ერთხმად დააკმაყოფილა ჯამში 253 მილიონ 18,000 ევროს ოდენობის კომპენსაცია არამატერიალური ზიანისთვის, რომელიც 29,000-ზე მეტ მსხვერპლს მიადგა დარღვევების იმ სისტემის შედეგად, რომელზეც 2024 წლის გადაწყვეტილებით პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრა. ეს არის ძალიან მკაფიო ინდიკაცია თუ როგორ ახდენს საქართველოს ხელისუფლება მშვიდად, გონიერებით, თანმიმდევრულად ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას და სუვერენიტეტის გამტკიცებას შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა გამოიხატება არა მხოლოდ ცალკე აღებული ასობით მილიონი ევროს გადახდის კომპენსაციაში, არამედ თვითონ ამ გადაწყვეტილებების შინაარსში, რომელიც უნდა გახდეს სამართლებრივი საფუძველი დევნილების საცხოვრებელ ადგილზე, მათ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების და ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო იუსტიციის სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომელიც ამ საქმეში იყო ჩართული, ასევე ყველა სახელმწიფო უწყებას, რომელიც ჩვენ სამინისტროს მტკიცებულებების შეგროვებაში ეხმარებოდა. რა თქმა უნდა, ევროპულმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმ სამართლებრივ პოზიციებზე დაყრდნობით და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მთავრობის სახელით გააგზავნა სტრასბურგის სასამართლოში და ეს გადაწყვეტილებები ერთობლიობაში ადასტურებს იმას, რომ ოკუპაცია არის, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ოკუპაცია არის განგრძობითი, მის ფარგლებში ყოველდღიურ რეჟიმში ირღვევა ადამიანის უფლებები და ამ დარღვევებზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. პრემიერ-მინისტრისთვის საქმე საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ პრინციპული მნიშვნელობის არის. ირაკლი კობახიძის თქმით, დიდი ძალისხმევა ჩაიდო ყველა ეტაპზე იმ სამართლებრივ დავებში, რომლებსაც საქართველოს აწარმოებს ოკუპანტი ქვეყნის მიმართ. საქმეები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმმა წაგებისთვის გაწირა და 2012 წლის შემდეგ ქართულ ოცნებას საპირისპიროს დამტკიცება სტრასბურგის თუ ჰაგის სასამართლოებში არაერთხელ მოუწია. ამიტომ პოლიტიკური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება ყველას მოუწევს. როცა საქმე ეროვნული ინტერესების დაცვას ეხება, საქართველოს იქნება ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე. ასეთია სახელისუფლებო გუნდის გზავნილი. როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, მათ შორის რუსეთთან მიმართებით, როდესაც საქმე ეხება სიმართლის დადგენას, შეშმარიტების დადგენას სასამართლო ინსტანციებში, ყველგან ჩვენ სახელმწიფოს ხელისუფლებას ეკავა ძალიან პრინციპული პოზიცია და სწორედ ამის დამსახურება ის, რომ ჩვენ მოვიგეთ ყველა საქმე სტრასბურგის სასამართლოში და ასევე ჩვენ მოვიგეთ საქმე ჰააგის სასამართლოში სწორედ ჩვენი ხელისუფლების პრინციპული დამოკიდებულების შედეგად. ეს ის საქმეებია უპირველეს ყოვლისა, შეგახსენებთ, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა თავის დროზე უიმედოდ დატოვა, წაგებისთვის გაწირა და მხოლოდ ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო შემოებრუნებინა ეს საქმეები, როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში. მათ შორის ის მტკიცებულებები, რომელიც გასხვისებული ქონდა წინა რეჟიმს, შეგახსენებთ, რომ ისკანდერის რაკეტის ნაწილები, რომელიც გორში ჩამოვარდა, სხვა ქვეყნისთვის ქონდა გადაცემული წინა რეჟიმს, სასამართლოზე ვიგებთ. ჩვენ უნდა კარგად ამოვიკითხოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობები, სამართლებრივი პასუხისმგებლობები, დანაშაულები, თავქარიანობა, ყველაფერი უნდა კარგად ამოვიკითხოთ, დავახარისხოთ და ყველას თავისი მიეზღას, სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც.
ამ საქმის მოგებამდე იყო კომპენსაცია დეპორტირებულებისთვის და 2008 წლის აგვისტოს ომის საქმე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი, მას რჩება გადაწყვეტილების აღსრულების სამართლებრივი ვალდებულება და ადრე თუ გვიან ამ ვალდებულების შესრულება ოკუპანტ ქვეყანას მაინც მოუწევს.